ეს სანდრო ლოლაძია, კრიმინალური პოლიციის თანამშრომელი აქ ჯგუფურ ძალადობაში ბრალდებული 8 პირის წინაშე ზის. სასამართლოს ხდომაზე ლოლაძე მოწმედ პროკურატურა მიიყვანა. სინდისის პატიმრების წინააღმდეგ ჩვენების მიცემა პირველს სწორედ მას დაავალეს. თუმცა პოლიციელის მონათხრობში ბრალდების მხარისთვის სასარგებლო პრაქტიკულად არაფერი აღმოჩნდა. პოლიციელმა, რომელსაც კეფაში მოხვედრილი ბოთლის გამო დაზარალებულის სტატუსი აქვს, ამ 8 პირს შორის თავდამსხმელის ამოცნობა ვერ მოახერხა. მეტის ადვოკატების შეკითხვების საპასუხოდ ლოლაძემ აღიარა, რომ მას დარწმუნებით ისიც კი ვერ ეცოდინება, ბოთლი აქციის მონაწილეებმა ისროლეს თუ რომელიმე გამლელმა ქუჩაში. უნივიზატორის ბოთლი მომხვდა კეფაში, აქციის მონაწილეების მხრიდან ნასროლი ნივთი იყო. კლინიკაში გადამიყვანა ჩემმა თანამშრომელმა სამსახურებრივი მანქანით. ვერ დავინახავდი ვინმე სროლა, ბევრი ხალხი იყო. პიროტექნიკასაც ისროდნენ და შეუძლებელი იყო დანახვა. ამ ლოკაციაზე ბრალდებულთაგან ვინმე დაგინახავთ? კონკრეტულად ვერავის გამოვარჩევ, ბევრი ხალხი იყო. ვინმესგან, ხელმძღვანელისგან მაინც გაგიგიათ, რომ ამა და ამ სახელისა და გვარის პიროვნება ისვრის რამეს? არა. სასამართლო დარბაზში 8 პირს შორის მასზე თავდამსხმელი ვერც ნუგზარ მირიანაშვილმა დაინახა. მირიანაშვილის შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელია. მასაც დაზარალებულის სტატუსი აქვს და წესით მისი ჩვენებაც პროკურატურისთვის სასარგებლო უნდა ყოფილიყო. თუმცა ვინისროლა ფოიერვერკი, რომელიც მირიანაშვილს მოხვდა. ამის თქმა პოლიციელმა ვერ მოახერხა. არადა პროკურატურისთვის ის საიმედო მოწმია. ჯერ კიდევ გუშინ მირიანაშვილს მასზე თავდამსხმელი სინდისის 11 პატიმარს შორის აძებნინეს. თუმცა ხელის დადება იქაც ვერავის შეძლო. ვერც დაბადასტურებ და ვერც ვუარყოფ, რომ მათ მიერ ნასროლი პიროტექნიკით ვარ დაზიანებული. რაც არ დამინახავს, იმას ვერ ვიტყვი. პირადი ინტერესი არავის მიმართ არ მაქვს. არ დამინახავს, ვის მიერ ნასროლი მომხვდა. მათ არც ვიცნობ. თუ დადასტურდა ბრალი, პრეტენზია მაქვს, რადგან დავზიანდი. კიდევ უფრო რთული აღმოჩნდა ირაკლი გველესიანის მდგომარეობა. გველესიანი, რომელიც ბრალდებულების წინააღმდეგ ჩვენების მისაცემად სასამართლოში პროკურატურა მიიყვანა, ბრალდების ადრესატი თავად გახდა. თანაც ისე, რომ პროცესში ადვოკატების აქტიურობაც კი არ აღმოჩნდა საჭირო. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი ძალადობაში პირდაპირ ბრალდებულმა ნიკოლოზ ჯავახიშვილმა ამხილა. სად იმყოფებოდით 5 დეკემბერს? არ მახსოვს. ოთახში შემოხვედით, ლურჯის ზედა გეცვა და შემიძლია გავიმეორო. რა სიტყვები მითხარით? სასამართლო თუ ნებას მომცემს? მითხარით თუ არა აქციაზე რაღაცებს რომ გვესროდით? აბა ახლაც ისროლე, ბავშვო. არ ყოფილა ეგეთი რაღაც. უნამუსო ხართ. როგორ ვერ იპოვა პროკურატურამ მოწმე, რომელიც ბრალდებას გაამყარებდა და ხელს სინდისის ერთ პატიმარს მაინც დაადებდა. ადვოკატები ამბობენ, რომ ჩვენებები ჩავარდნილია და მტკიცებულებებად ვერ გამოდგება. ჩვენებების გარდა კი ოცნების პროკურატურას მხოლოდ ვიდეო მასალა აქვს, რომელიც ბრალდებულების მიერ დანაშაულის ჩადენას ადვოკატების შეფასებით ასევე არ ასახავს. ის დაზარალებული პოლიციელები, რომლებიც აცლივენ ჩვენებას, ერთ-ერთმა მადლობა ვერ მიუთითა, რომ ეფქ კასაცრის რაიმე ქმედებას აქვს კავშირი მათ დაზიანებასთან. ასევე ისინი ვერ ასახელებენ, რომ ეფქ კასრაზე უწევდა თუ არა საერთოდ რაიმე ქმედებას ორგანიზებას, მათ არ აქვთ აღნიშნული ინფორმაცია, არც დაუნახავთ და არც ამასთან დაკავშირებით არანაირ ჩვენებას არ აძლევენ. საბოლოო ჯამში სასამართლოზე წარმოდგენილი არც ერთი მტკიცებულებით არ დადასტურდება ზვიად ცეცხლაძის და სხვა დანარჩენი ბრალდებულების ბრალეულებს. ამ სისხლის სამართლის საქმეზე წარმოდგენილი ბრალდებულების მიმართ ყველაზე მკაცრი ღონისძიების გამოყენების საფუძველი საჭიროება არ გვაქვს. შესაბამისად, ყველა ეტაპზე არსებობდა ნაკლებად შემოზღუდველი ღონისძიების გამოყენების საფუძველი. ამ ფონზე კი დადებითი გადაწყვეტილების მოლოდინი მაინც არ აქვს სინდისის პატიმრების ოჯახების წევრებს. საქმე რომ ყველა შემთხვევაში პატიმრობით ასრულდება. მათთვის განსაკუთრებით ცხადი მათე დევიზის, მოგვიანებით კი გიორგი მინდაძის განაჩენებით გახდა. ახალგაზრდა მამაკაცებს სისტემამ მრავალწლიანი პატიმრობა მიუსაჯა. კანონი აღარ კანონობს. კანონი არის ერთი კაცის ხელში, რასაც ეტყვის, აი ასე გააკეთეთ, აკეთებენ და სამწუხაროდ მერე ცუდად თავდება, ვინც ამ თავის ერთი კაცის ბოდიშავზე ხუშტურები ქვია, როცა ასრულებდა, მერე ეს ისევ შემოგიბრუნდება. აი თუნდაც რიჟვაძის ამბავი. ორმაგი სტანდარტი, კოჩები არიან რა, კოჩები არიან, მორჩა. ის ბიზნესმენიც არის მაგათთან დაახლოებული პირი, დროშა, საბშტენი რო არ და დროშა ახატია, ის მომახსნევინეს რო შევედი. ის თურმე დანაშაულია და იარაღი რო გადაგაკ ჩანთით, გააქვყვა შემთხვევით. რამდენი ხანიც არ უნდა იყოს თორნიკე გოშაძე ციხეში და მასთან ერთად სხვა პატიმრებიც სამშობლოს სიყვარულისთვის, ხო? ბევრად უფრო ამაყი დედა ვარ მე, ვიდრე იმ ბიზნესმენის დედა არის ამაყი.
რვაპირის საქმის გარდა დღეს საქალაქო სასამართლოში სინდისის კიდევ ერთი პატიმრის გიორგი ხომერიკის პროცესიც გაიმართა. პროკურატურამ მოწმის სტატუსით მასაც შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი დაუპირისპირა, თუმცა პოლიციელი საბოლოოდ მოპასუხის როლში აღმოჩნდა. ხომერიკმა ის ძალადობაში ამხილა. ხომერიკს დაკავების მომენტში ჩაუტარეს პირადი ჩხრეკა, შემდეგ კი მანქანაში ჩასვეს და შინაგან საქმეთა სამინისტროში გადაიყვანეს. მანქანაში კომუნიკაცია რაც ჰქონდა იყო გასაუბრების ხასიათის. მას ასდიოდა საწვავის სუნი, რაზეც დავუსვით შეკითხვა, თუ საიდან იყო ეს სუნი. სიცრუეა, არანაირი გასაუბრება არ მომხდარა. მირტყამდნენ მანქანაში. ჩემი დაკავება მოხდა მშვიდ სიტუაციაში. კი ბატონო. თუ მშვიდ სიტუაციაში მოხდა ჩემი დაკავება, რაც სიცრუეა, მე სხვანაირად მახსოვს. წესით ჩემთვის არ უნდა გერტყათ, ხო? არანაირ მსგავს ფაქტს ადგილი არ ქონია. სინდისის პატიმრების საქმეების განხილვა სასამართლოში ისევ კამერების გარეშე გრძელდება. იუსტიციის საბჭოს, რომელსაც ოცნების ახალი კანონით უფლებამოსილი პირების განსაზღვრავება ტელევიზიებისთვის ერთი სხდომის გადაღების უფლებაც კი არ მიუცია. არადა წინ დასკვნითი სხდომებია, მათ შორის ანრი კვარაცხელია საქმეზე, საბაჯიქია კი 10 ივლისს მოსამართისგან პირდაპირ განაჩენს მოისმეს.